რუსთავის მერმა ახალი პროექტების პრეზენტაცია გამართა. აღონისებას ქალაქის სპორტის ახალ სასახლეში 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. გასულ წელთან შედარებით რუსთავის ბიუჯეტი 65%-ით გაიზარდა. 2025 წელს დაგეგმილი არაერთი პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით. პრემიერის ბატონი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით რუსთავის ბიუჯეტი დღეს 65%-ით არის გაზრდილი, რამაც მოგცა შესაძლებლობა ისეთი მასშტაბური პროექტები დაგვეგეგმა, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, გავაცანით მოსახლეობას, სტუმრებს, ავიღეთ კიდევ უფრო მეტად პასუხისმგებლობა იმის, რომ მერიის გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად ამ პროექტების ხარისხენად დასრულება შევძლოთ. აქ იყო წარმოდგენილი ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო გაჟღერებული. ამ პრეზენტაციაში წარმოდგენილი თითოეული პროექტი დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ თითოეული რუსთაველის სურვილს და სურვილზე და საჭიროებაზე არის მორგებული. ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ ქალაქების და რეგიონების განვითარება. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის რუსთავი თვითონ და ის ფაქტი, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ქალაქში განხორციელდა დაახლოებით 100 მილიონის ინვესტიცია, ის ფაქტი, რომ წლევანდელი წლის ბიუჯეტი არის 166 მილიონი ლარი, ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ რუსთავი დღეს იმართება და ვითარდება ძალიან სწორად. მართლაც არ რჩება ქალაქის ცხოვრების არც ერთი სფერო უბანი, რომელსაც თავისი წილი ყურადღება არ მიექცევა. ეს არის ინფრასტრუქტურა ქალაქის, ეს არის მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ეს არის რა თქმა უნდა განათლება, სოციალური პოლიტიკა, კულტურა და შთამბეჭდავია ის, რომ როდესაც ქალაქის მერი ქალბატონი ნინო იყო არჩეული, მაშინ რუსთავის ბიუჯეტი იყო 74 მილიონი. წელს ეს უკვე არის 176 მილიონი. 120 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი და რაც თავარი ამ ბიუჯეტის ხარისხიანი და სრული ათვისება ხდება.